დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღეა, იმიტომ რომ ჩვენი უნებლიეთ აღებული ვალდებულება და დაპირება სრულდება და გერმანიის მთავრობის დახმარებით კიდევ 300 ოჯახი მრავალთვიანი ტანჯვაწვალების, ცდის, მოლოდინის, საყოფა ცხოვრების შეზღუდვის შემდეგ საბოლოოდ პოლობს თავზე ჭერს. გერმანიის კანცლერი იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოს ლიდერი, რომელიც ჩამოვიდა შარშან თბილისში. გერმანიამ გაგვიწოდა დახმარების ხელი მაშინვე ჰუმანიტარული დახმარების სახით ბოლო 2000 წლის განმავლობაში. ამ თებიდან, რომელიც არის ჩვენი ბუნებრივი საზღვარი. შემოდიოდნენ სხვადასხვა დასახელების დამპყრობლები, რომელთა სახელი დღეს ჩვენც აღარ გვახსოვს, არათუ ისტორიას და შემდეგ რაღაც პერიოდის შემდეგ ისე უკან მიდიოდნენ. ეს გადამთიელებიც როგორც ჩამოვიდნენ, ასევე გადაჯიშდებიან და მოშორდებიან, აორთქდებიან ჩვენი მიწიდან. მე მინდა გვესმოდეს, რომ 60,000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, ყოფილი იმიტომ რომ რუსეთმა ისინი გაანადგურა პრაქტიკულად, დღეს იქ რჩება 10,000-ზე ცოტა მეტი ადამიანი. სიმბოლურია, რომ დღეს დილიდან FSB-ს ჩამოყვანილი სპეციალური რაზმები იწყებენ სადემარკაციო ხაზზე მართულ ხრართების გაბმას. ისინი აბავენ მართულ ხრართებს, როცა მართულ ხრართების იქით იმ პირობებში, როცა 1000-ჯერ მეტი ფული ქაღალდზე გამოყო დამპყრობელი ქვეყნის მთავრობამ. ხალხი ცხოვრობს კარვებში, ვინც დარჩა და არის მშიერი. მიმსახურია საბჭოთა კავშირის სასაზღვრო ჯარში და ვიცი ეს რა არის. სპეციალური ზოლები, სადაც რომელიც პლუს დანაღმულია იმისათვის, რომ იქ ცოცხალი ადამიანი არ გავიდეს. ყველა ქონდა დადებული ინძლავი, რომ საქართველოს დაიშლებოდა და დაქუცმაცდებოდა და მიწასთან გასწორდებოდა. 20%-ს ამბრძნევდნენ შანსს საქართველოს დღევანდელ მთავრობას გადარჩენის, იმიტომ რომ დაფიცებული ქონდა დამპყრობელს, რომ ეს მთავრობა ვეღარ გაძლევდა. მრავალმა ქვეყანამ ვერ შეძლო დამოუკიდებლობის შენარჩუნება. ჩვენ არ შეგვშინებია, ჩვენ არ დავნებებულად, როგორც თქვით, რომ არ დავნებდებით, მართლაც და ხოპლა და ჩვენ ვცოცხლობთ. ეს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი დღეა ლტოლვილებისთვის, საერთოდ ქართველებისთვის და გერმანულ-ქართული ურთიერთობისთვის. ჩემთვის და ჩემი მთავრობისათვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ხალხისთვის დახმარება გაგვეწია, რომ მათ ქონოდათ ახალი სახლი და თავიანთი ცხოვრება ახლიდან დაეწყოთ. რა თქმა უნდა, სამშობლოს ვერაფერი შეცვლის, მაგრამ ახლა მთავარია არსებობდეს ეს ბაზა, სადაც თქვენ საშუალება მოგეცემათ დაიწყოთ ახალი ცხოვრება. ეს სახლები ქართულ მხარესთან თანამშრომლობით და ქართულ-გერმანულ ფირმების მეშვეობით აშენდა. ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გარეშე ვერაფერს შევძლებდით. Danke,